მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ფავორიტების შესახებ. ჩაყრილია ყველაფერი ჩემს კონტეინერში, ამიტომ რაღაცა განსაკუთრებული თანმიმდევრობით არ მივყვები, უბრალოდ ამოვალაგებ ამ პროდუქტებს და პირველი არის სხეულის მოვლის პროდუქტი, ეს არის ბალია მედ ხაზიდან, მათი კრემ Z დუშ გელი. დუშ ოილ კრემი. რაღაცა ეგეთი ძალიან გრძნობიარე და მშრალი კალისთვის, რომელიც საკმაოდ კარგად ქაფდება, ძალიან მსუბუქია, უფრო ზამთრის არის, ზაფხულში როცა შეიძლება უფრო მეტი ოფლიანობა და ცხიმიანობა გაწუხებდეს სხეულზე, ვფიქრობ, რომ საკმარისი არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საკმარისი არ იქნება, მე ზაფხულში ცოტა უფრო რაღაცა ძლიერის გამოყენება მიყვარს, მაგრამ ეხა ზამთრის სეზონისთვის საკმაოდ სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, პარსლისთვისაც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ 300 მლ-იანი შეფუთვა, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს მეყო. ერთადერთი ეს თავი არ ეხურებოდა ბოლოს უკვე კარგად და წვეთავდა პროდუქტი შეფუთვიდან, რაც მესმის რომ ბიუჯეტური ბრენდია და მესმის რომ ბიუჯეტური პროდუქტია, მაგრამ ესეთ რაღაცებს მან შეგვიძლია რომ მივაქციოთ ყურადღება, ამიტომ ჩემგან ყვითელი დავცალე ბოლომდე შეფუთვა და თვითონ პროდუქტზე უშუალოდ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ შეფუთვიდან გამომდინარე, მაინდა-მაინც ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი არისო, ამიტომ მეორეჯერ აღარ შევიცი. შემდეგია დემაკიაჟის ბალმი, თიათიასგან, მათი ენზიმების გამწვენი ბალმი, დემაკიაჟის ბალმი. ეს არის 50 მლ-იანი შეფუთვა, ამისი დიდი შეფუთვაც აქვს, მე ხა დასატესტად შევიძინე, ასე ვთქვათ. ძალიან სასიამოვნო ბალმია, ძალიან მარტივად იშლება. ასოთა შორის ძალიან საყვარელი კომენტარი იყო ლაურასგან, როცა ამ პროდუქტის შესახებ ინსტაგრამზე ვიდეო ჩავწერე და ძალიან კარგი სიტყვა გამოიყენა ლაურა, რომელიც დამავიწყდა, ემულგირდება. ლაურა ვიპარავ მაგ სიტყვას. სულ რაღაცა უფრო რთულად ვალაგებ ხოლმე სიტყვას, როცა ეს ემულგაციის პროცესი არ მიდის კარგად რაღაც. ემულგირდება. იდეალური სიტყვა. წავიღე სიტყვაც, მაგ სიტყვას ვიყენებ ხოლმე. მოკეთ, ძალიან კარგად ემულგირდება, ძალიან მარტივად, იშლება კაზე და ჩამოიბანება და ზეთოვან ტექსტურას არტოვებ. თვალის მძიმე მაკიაჟსაც ძალიან მარტივად შლის. მოკეთ, ძალიან სასიამოვნო დემაკიაჟის ბალმია, მე ვისიამოვნე მომეწონა მწვანე ჩემგან, დიდი ზომის შეფუთვაშიც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი თანხის ინვესტირებას. ისეთი ბალმია, რასაც როგორ გითხრათ, ველოდებოდი, ასე ვთქვათ, კორეული ბაზრიდან, კორეული ბრენდისგან, რასაც მიჩვეული ვარ კორეული ბრენდებისგან და ეს ბალმიც გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგი მაქვს ინთილისტის გლიკოლის ტონერი, რომელსაც გასული წლიდან მოყოლებული ვიყენებდი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ტონერი. როცა გლიკოლს ეხება საქმე, მეორე ადგილზე მდგომი ტონერი, მოითასე გეტყვით, პირველ ადგილზე არის ორდინერის გლიკოლის ტონერი. სოციალურ ორდინერსაც შეეხება. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ არაჩვეულებრივი კომენტარებისთვის, არაჩვეულებრივი ფიდბექისთვის, რაც სილამაზის ბნელი მხარე ბოლო ვიდეოს კომენტარებში მივიღეთ თქვენგან, როცა ორდინერის DCM-ის დაარსების და წარსულის და როგორ მოვიდნენ აქამდე მაგ ისტორიის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც ძალიან გრძელი ვიდეო იყო. თუ გამოგრჩათ ვინმეს, გირჩევთ ნამდვილად, თუ გაინტერესებთ ამ ბრენდის ისტორია და ზოგადად ესეთი კარგი ისტორიების მოყვარული ხართ, სოციალურ ვიღაცამ თქვა ზუსტად ესეთი რაღაცა კომენტარებში, რომ რამდენად კარგი ისტორიაა და მეთქი აი, ველოდები Netflix-ი ერთ დოკუმენტურს როდის გადაიღებს ამ ისტორიის შესახებ არაჩვეულებრივი ფიდბექი მივიღე თქვენგან მაგ ვიდეოს კომენტარებში, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ და შემდეგშიც აუცილებლად გავაგრძელებ მსგავსი ვიდეოების ჩაწერას. მოკეთ, ორდინერი ვახსენე, ორდინერის გლიკოლის ტონერი ეხავ ხედავ აქ დევს ჩემს წინ, გახსნილია. მიყვარს, ნომერ პირველია. მიყვარს. მოცულობა, ფასი, ინგრედიენტები ჩემს კანს უყვარს ძალიან. ან ეს მონაცვლეობით ვიყიდულობ ხოლმე, ეხა ორდინერის ჯერი იყო, რადგან ფასდაკლებაზე, ნოემბრის ფასდაკლებაზე ის შევუკვეთე და ეხა ეს არის გახსნილი. ეს უფრო ძლიერია, ამაში 10% გლიკოლი გვაქვს, იქ 7% გლიკოლი გვაქვს, ჩემი კანისთვის უკვე პრობლემა არ არის, მაგრამ თუ პირველად იყენებთ პილინგ საშუალებას, დატესტეთ, სანამ უშუალოდ მთელს კანზე გადაიტარებთ, ხელზე ან ყურთან აქ აუცილებლად დატესტეთ მსგავსი ძლიერი პროდუქტები, რაც არ უნდა იყოს პილინგი, რეთინოლი, C ვიტამინი, არ აქვს მნიშვნელობა. დატესტეთ, სანამ მთელს სახეზე დაიტანთ, განსაკუთრებით ტუჩის კონტურთან ახლოს, თვალის კონტურთან ახლოს. აუცილებლად დატესტეთ, თუ ყველაფერი კარგად არის, შემდეგ დაიტანთ მთელს სახეზე. მოკეთ, ძველი ფავორიტი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით უბრუნდები ხოლმე. აქ რაც არ მაქვს და ეხლა რო არ გამომრჩეს. მოდით პირდაპირ იმაზე გესაუბრებით. გამწვენდი, რომელიც გამოვცალე ბოლო კვირეების თვეების განმავლობაში, იყო Round Lab-ის Dr. Cleanser, ანუ Dr. ტონერი რო აქვს, იმ ხაზიდან აქვს ასევე გამწვენდი, რომელსაც ძალიან გელის ტექსტურა აქვს, საკმაოდ კარემოვანი პროდუქტია, ძალიან მსუბუქი. ჩემთვის იყო ნამდვილად მეორე საფეხურის გამწვენდი. რამოდენიმეჯერ მქონდა ეს მომენტი, რომ ძალიან დამიზარე საშინელი სიზარმაცის სეზონი არის. დეკემბრის ბოლო 2 კვირა, 10 დღე თუნდაც და იანვარი. რაღაც მართლა უნივერსიტეტი მთავრდება, ჯდები რომ სემესტრის სამუშაოების წერა დაიწყო. უნივერსიტეტში წასვლა აღარ გიწევს, ანუ საშინელი ამინდია, 4 საათზე ბნელდება, გარეთ არ გადიხარ. ერთადერთი მზის გადამცავი მაქვს ახლა დღეს თქვენთვის, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე დაცლილი არის. აი, მაგას ეგ მიგანიშნებთ უკვე იმას, როგორი სეზონია. მოკეთ, ასეთ სეზონზეც კი მხოლოდ მაგ გამწმენით სახეს დაბანაც არ იყო ჩემთვის საკმარისი, იმიტომ რომ აქ რაღაცა პატარა წერტილები შევამჩნიე რამდენიმე გამოყენების შემდეგ და ვიხდი რომ ოკეი არა. რაღაცა ძლიერი გამწმენდი მჭირდება, ამას ვიყენებ მხოლოდ მაგალითად დილით ან
მეორე საფეხურის გამწმენდად ისე არაჩვეულებრივი ინგრედიენტების სია აქვს, ესეთი ძალიან გრძნობიარე კანისთვის, ან როგორც დილის გამწმენდი, ცუდი არჩევანი არ იქნება ძვირი პროდუქტი. საერთოდ არ არის, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, ჰიალურონი, გლიცერინი, კერამიდები, ალანტოინი, პანთენოლი, მოგეთ არაჩვეულებრივი ინგრედიენტების სია აქვს, საკმაოდ ისეთი სასიამოვნო ქაფი აქვს, კარგად ქაფდება, კარგად ნაწილდება კანზე, მარტივად ჩამოიბანება, თვალებში წვის შეგრძნებას არ იწვევს, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ მსუბუქი გამწმენდია, ოდნავ გავს ჰარუჰარუს გელგამწმენს, ოღონდ ჰარუჰარუს გელგამწმენი ჩემთვის საერთოდ არაფერი არ არის, ვიცი რომ ბევრს უყვარს და ვერ ვიგებ რატო მაგითი სახის გაწმენდა ანუ ჩემთვის ძალიან მსუბუქია, მთლად ეგეთი მსუბუქიც არ არის, მაგრამ აი დაახლოებით მაგ გამწმენდის გარშემო ტრიალებთ მაგ სიძლიერეზე ეს ოდნავ უფრო ძლიერია 1-2 პუნქტით ზემოთ დგას, მაგრამ დაახლოებით ეგეთი მსუბუქი გამწმენდია ეგეც. მწვანე ნამდვილად ჩემგან თავის საქმეს კარგად ასრულებს, ისეთი მსუბუქი გამწმენდით უჭირდება არაჩვეულებრივი არჩევანია, უბრალოდ აწი მეცოდინება რომ მარტო მაგ პროდუქტის გამოყენება არა. ოკეი, შემდეგი დამატენიანებას ვხედავ, რომელიც ვაი მე რა გითხრათ, ამ წუთას მოვჭი beauty news-ების ვიდეოს ჩაწერას, რომელიც თქვენ ნახეთ წინა კვირას. მომავალში ვლაპარაკობ ჩემს თავზე წარსულში. ოკეი. ეს მეორე მხარე განათება მქონია თურმე გამორთული. ანუ აქ გადამყვანი ფაქტის გადამყვანი გადმოვიტანი აქეთ, იმიტომ რომ მეთქი აქ დამჯდები თან თმას აქვე გავიშრობ თქო და გადამყვანი გადმოვიტანი აქეთ და მე ეს დამებრუნდებინა უკან დამავსდა. ანუ მთელი ვიდეო ეს მხარე იყო ჩამნელებული. ვინც უყურეთ წინა კვირის ვიდეოს, ძალიან გთხოვთ მითხეთ რამდენმა შეამჩნიეთ რომ განათება იყო გამორთული. მოკლედ, მე რო დავამთავრე ვიდეოს ჩაწერა, მე მივხვდი და ეხლა ამ ვიდეოში ისო განათება გვაქვს უკან. ოკეი, დავუბრუნდეთ ჩვენს ფუნქანგიულის ბარიერის ბამს. როგორც იცით, ბარიერის კრემი ჩემი აბსოლუტურად ფავორიტი დამატენიანებელია, რომელსაც ძალიან ვენდობი. ყოველთვის შემიძლია რომ მივუბრუნდე, როცა კანი გაღიზიანებული მაქვს, როცა ბევრი სხვა პროდუქტი დავტესტე, როცა რაღაცა მჭირდება, რასაც შემიძლია თვალდახუჭული ვენდო და ან პრობლემა არ იქნება დილასაღამოს რუტინაში გამოვიყენებ და არაფრის ქვეშ არ აიქერცლება და ნებისმიერ აქტიურ ინგრედიენტთან შემიძლია გამოვიყენო. ეგეთი, ანუ ძალიან მინიმალისტური ინგრედიენტებით, ძალიან მარტივი, კარგი, ეფექტური დამატენიანებელი არის კრემი. ძალიან მაინტერესებდა ბალმი, იგივე ხაზიდან აქვს ასევე ბალმის ვერსია, რომელიც ოღონდ 30 მლ-იანი შეფუთვით არის. აქაც იგივე თემა გვაქვს, ესეც ძალიან მინიმალისტური ინგრედიენტები, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, ოღონდ ძალიან სკელისა, შის კარაქი თუფში. შის კარაქი ძალიან სკელია. თუმცა მეგონა რომ უფრო მეტ glow effects დატოვებდა, ამიტომ ვინც მკითხა ოდნავ მაინც თუნდაც კომბო კანზე მეთქი არა, მაგრამ მე თვითონ ჩემს კანზე რო დავტესტე, მივხვდი რომ საკმაოდ ისეთი თითქოს და ნორმალური ოდნავ მატ ეფექტისკენაც კი ჯდება კანზე, რასაც ბალმისგან არ ველოდებოდი ნამდვილად. როგორც ჩანს ის დამატებითი ინგრედიენტები პროდუქტში, რაც glows იწვევს კანზე, ამოღებულია ყველაფერი, ამიტომ ძირთად მხოლოდ ის აქტიური ინგრედიენტი შის კარაქია მოჩიგნ დატოვებული, ამიტომ ეს დამატებითი glow აღარ აქვს. მოკლედ ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო ცივ სეზონზე, ნამდვილად ზამთრის სეზონის დამატენიანებელია, მშრალი კანის დამატენიანებელია, დილასაღამოს რუტინაში თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ჩემგან ნამდვილად მწვანე, ჩვენს მქონდა ნინას beauty place-ზე. ეხლა მე მგონი ამოიყიდა მართალი რო გითხრათ, ეხლა ბოლო ჯერზე უკვე აღარ შემიკვეთავს, იმიტომ რომ ეხლა გაზაფხულის სეზონის დამატენიანებელი ნამდვილად არ არის და უბრალოდ თაროზე რო ელაგოს მაგისტვის აღარ შემიკვეთავს, მაგრამ ზამთრის სეზონისთვის ძალიან კარგი იყო. მე მართალი გითხრათ, კიდევ ძალიან გემრიელად რისთვის ვიყენებდი თვალებზე. თუ თვალებზე სიმშრალე გაწუხებთ, განსაკუთრებით დილის რუტინაში, როცა კარი ძალიან ციოდა და დილით ადრე მიწევდა სახლიდან გასვლა, სულ მქონდა ის მომენტი, რომ აი აშკარად ვატყობდი, რომ თვალების კრემის დიდად მოყვარული რო არა ვარ, იცით, ჩემს სახს დამატენიანებელი და მზისგან დამცა. მაინც ვგრძნობდი, რომ თვალების გარშემო ძალიან გრძნობი არის კანზე. სიცივე აშკარად, მეთქი ხა ვაზელინით თვალებზე არ მინდა სახლიდან გასვლა. თვალების გარშემო როგორც თვალის კრემი. ანუ 30 მლ-იანი ბალმია. თუ მაინდა სახეზე არ მოგეწონებათ, როგორც თვალის კრემი ისე შეგიძლიათ იყიდოთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მშრალი კანი გაქვთ თვალების გარშემო. საკმაოდ ბიუჯეტურია. ბევრი თვალის კრემი ვიცი, ბევრად უფრო ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი რო ღირს და იმდენ დატენიანებას ვერ მოგცემთ რამდენსაც ეს. თვალის რეტინოლის ზემოდან, თვალის C-ვიტამინის ზემოდან, თვალების ზოგადად ნებისმიერ სხვა პროდუქტები, რასაც იყენებთ, იმის ზემოდან რო სიმშრალე მოხსნას. თქვენ ჩვეულებრივი თვალის დამატენიანებლის ზემოდან კიდევ ორმაგი ჰიდრაციისთვის. მოკლედ, ვისაც ძლიერად მშრალი თვალები გაცხობთ, თვალების გარშემო მომწონს მართლა გითხრათ, რაც დავტესტე თვალების გარშემო მე ვინახავდი. სახეზე აღარ ვისმევდი და დილის რუტინაში თვალის კრემად დავსა. ოკეი, შემდეგი პროდუქტი, რომელიც გამოვცალეთ, იყო ჰარუჰარუ ვანდერის სენტელა 4% და ტრენაქსემიკის მჟავა 4%. ეს ლაქები, ფორები, ორი ერთში, ასე ვთქვათ, ნიაცინამიდი არაჩვეულებრივია ფორებისთვის, ზოგადად კანის ბარიერისთვის, ტრენაქსემიკი არაჩვეულებრივია ლაქებზე გამოსაყენებლად. ეს არის ძალიან კარგი პროდუქტი დამწყებთათვის, ვინც იწყებს ახლა ფორებზე, ლაქებზე, უფრო ადრეულ ასაკში ასეთ რაღაცებზე ზრუნვას, თუ არ ვიცი, ჰორმონალური ძლიერი პიგმენტაცია გაქვთ, რომელიც ორსულობის შემდეგ ძუძუთი ყოფში ესეთი ძლიერი მენოპაუზის შემდეგ, ესეთი ძლიერი რაღაცების შემდეგ, ანუ წლობით რუჯის მიღების შემდეგ რჩება ესეთი ძლიერი ღრმა პიგმენტაცია, რომელიც ფენებად არის კან ქვეშ. ასეთი ძლიერი პროდუქტი არ არის, მაგრამ ვისაც გაქვთ აი გამონაყარის შემდგო დარჩენილი მსუბუქი ლაქები, სახის ცენტრალურ ნაწილზე ოდნავ უფრო კომბო კანისთვის დამახასიათებელი ცხიმიანობა და ფორები მაგისტვის არაჩვეულებრივი პროდუქტია, 30 მლ-იანი შეფუთვა, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე. ამოყიდული იყო ეხლა რაღაც პერიოდი მარაგები, მაგრამ ჩვენი შეკვეთა უკვე გზაშია. ამ ვიდეოს რო ნახავთ თქვენ, შეიძლება უკვე თბილისშიც იყოს. არ ვიცი, წინასწარ მე შინია ხოლმე ეგეთი რაღაცების ხო, იმიტომ თამთან მე მეჭობა. ნუ აიმედებ წინასწარ.
ხალხს. სტაბილური პროდუქტი გახდა, მე ჰარუჰარუს პროდუქტები ყოველთვის ძალიან მიყვარდა. იცით თქვენ ეგამბავი მათი ტონებით დავიწყე ზოგადად ჰარუჰარუს გაცნობა და მათი კრემი ახლა მეორე შეფუთვა მაქვს უკვე გახსნდა და შემდეგ, მაგრამ ეს პროდუქტი გახდა ნამდვილად ჩვენი მომხმარებლების ფავორიტი, რაც ძალიან მახარებს. ოკეი, შემდეგ რა დაცალეთ? ეს არის APLB Lab APLB ლაბის თქმა აღარ უნდა მომგონი თუ ყველა ასოს ვამბობ. ლოკოკინას მუცინის და ჯინსენის შრატი, რომელსაც სამწუხაროდ ვიდეო არა მაქვს. მეგობრებო, არ ვიცი როგორ დამემართა, რომ რაღაცა დამწყები იუთუბერის შეცდომა დავუშვი. ამაზე ვიდეო არ მაქვს. ეს გამოცალე საშობაო საახალწლო პერიოდში დამთავრდა და მე ვიდეოების ჩაწერას, დეკემბრის ვიდეოების ჩაწერას მოვჭი ცოტა ადრე. იმიტომ რომ მთელი თვე დაახლოებით იყო ფავორიტები. ყველა კატეგორიებიდან. შესაბამისად, ეგენი ცოტა ადრე ჩავწერე, რომ აი დეკემბრის ბოლო ერთი კვირა და იანვრის 1-10 დღე კამერა არც ჩამირთავს საერთოდ. და მაშინ დამთავრდა ეს შრატიც. იმდენად ვიყავი შვებულების მოდუსში გადასვლე. ბოლო წვეთი რომ წავისვის ახაზე მე მივხვდი, ამაზე ვიდეო არ მაქვს. 39.2% ჯინსენის და ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტების კომბინაცია გვაქვს შიგნით. ბლანტი, უფრო ამპულისთვის დამახასიათებელი ტექსტურა, ძალიან სასიამოვნო, კარგი ჰიდრაციას იძლევა, კარგ დატენიანებას იძლევა, როგორც ისიც ეს კორეული ბრენდია, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია, მათი დამატენიანებლებიც მომეწონა, როცა ხა დატენიანებას ეხება საქმე, მათი შრატებიც მომწონს. მე გეტყვით ახლა რომ უფრო ესე ძლიერ ანტიოქსიდანტებს როგორიც მაგალითად C ვიტამინია, ასეთი ბრენდისგან ვიყიდი და ვენდობითქო, მან ცოტა უფრო შეფუთვა, თუნდაც ფასიც ახლა ეგეთი ინგრედიენტებთან რა ვქნა სამწუხაროდ ეგრეა. მაგას უფრო მივაქცევ ესეთ სიტუაციებში ყურადღებას, მაგრამ ახლა ლოკოკინას მუცინი და კიდევ ერთი შრატი მაქვს მათი დაცლილი. შემდეგი მაგაზე ვისაუბრებ, მოდი ბარემ გადავიდეთ როგორიც არის მაგალითად სკვალეინი და ჰიალურონის მჟავა, ესეც ამპულა შრატი არის, აქ 51%-იანი კომპლექსი გვაქვს ჰიალურონის და სკვალეინის. ანუ ესეთ პროდუქტებში რატომაც არა, საერთოდ არ მაწუხებს რომ პლასმასის შეფუთვა არის, შეფუთვის სნობი ნამდვილად არა ვარ. თავარია ინგრედიენტები და პროდუქტი იყოს შიგნით ეფექტური, ჰიდრაციას, დატენიანებას, სირბილეს, აი ასეთ პუნქტებს როცა ეხება საქმე, მათ შრატებ ამპულებს, დამატენიანებლებს დიდი სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას. რაც შეეხება უფრო აქტიურ ინგრედიენტებს, რაღაცეების სამკურნალო ინგრედიენტებს, მანდ მაინც თავს შევიკავებთ. ესეთი შრატები, რომლებიც ფოტოშორის, ესენი 40 მილილიტრიანი შეფუთვით არის, პატარაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ფასი მაინც ძვირი არა აქვს. კი 40 მილილიტრიანები შეიძლება იფიქრო, რომ ფასი დაბალი, მაგრამ მოცულობაზე დაზოგეს. არა, 40 მილილიტრიანი შრატები უკვე სტანდარტზე ცოტა მაღალიც კი არის. მოკეთ კატეგორიები, რომლებიც ჩამოვთვალე, მაგ კატეგორიებში ამ ბრენდის პროდუქტებს დიდი სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას მწვანე ორივე პროდუქტს. ოკეი, ეს არის ფეხის კრემი ბალიასგან. ზამთარში ექსტრა დახმარება სჭირდება ხოლმე წესით ჩემს გულებს და მაგისთვის არაჩვეულებრივია. აი ესეთი თუნდაც ან ურია შემცველობით კრემები, ასეთ რაღაცებში ძვირის გადახდას არასდროს არ გირჩევთ. ესეთ ბრენდებსაც სებამედს, ბალიას არაჩვეულებრივი არჩევანი აქვს გულსლის ფეხის კრემებზე, ესეთ სამკურნალო რაღაცეებზე. ზედმეტის გადახდა ნამდვილად არ გჭირდებათ. არაჩვეულებრივად მკურნალობს გულსლებს, არაჩვეულებრივად არბილებს, ძალიან სასიამოვნო ხდის კანს ფეხზე. მე მას რაღაცებში ძვირს არასდროს არ ვიხდი. ოკეი, ეს არ ვიცი წინაზე გაჩვენეთ თუ არა, ეს არის OTI. I don't know. ესეც კორეული ბრენდია, ეს Style One-დან მაქვს, მე მგონი მათი ჰიალურონის მჟავის სახის ნიღბები, ნაჭრის ნიღბები, რომელიც ნაკრებში მოდის 4-5 წალია შიგნით და ზამთრის სეზონზე ყოველთვის სიამოვნებს ხოლმე, როცა ესეთი ნიღბები მაინც მიდევს სახში, იმიტომ რომ თუ გქნობ აი ძალიან ყინვიდან შემოვედი და ძალიან გამომშრალია და გაღიზიანებულია კანი, საღამოს რუტინის დაწყება მიყვარს ესეთი ნიღბებით. ძვირი არ ღირდა და თან ჰიალურონის მჟავა ხა ესეთი თემაა, რომ მასეთ ნიღბებში ძვირს ისედაც არ გადავიხდიდი. აი ესეთი სიტუაციისთვის, როცა ექსტრა დარბილება, ექსტრა დატენიანება სჭირდება კანს, მე მიყვარს მარაგში რომ მქონდეს 1-2 ეგეთი ნიღაბი ხოლმე და ეს საკმაოდ კარგი არჩევანი იყო ამ ბრენდის ეს ნიღბები. ეს არის Fitis Riddle Shot, ერთჯერადი შეფუთვებით, რომელშიც 10 ცალი. ესენი ჩემი ნახია რამოდენიმე ცალი გამოცდილები. ესენიც დავამთავრე, ეს 2 მილილიტრიანი, 10 ცალი ესეთი 2 მილილიტრიანი შეფუთვა არის შიგნით. ეს არის მათი სიკა ჰიალურონის ხაზიდან Riddle Shot-ები, რომლებიც სიკას ნემსებია, სპიკულები, რომლებსაც სახის გასუფთავების შემდეგ დაიტანთ სახეზე და შემდეგ მიყვებით თქვენს რუტინას. ეს ნემსების ეფექტს გრძნობთ კანზე, ოდნავ თითქოს და აი ქვიშა რო გადაიტაროთ სახეზე, ოდნავ დაახლოებით ეგეთი ეფექტი აქვს, მაგრამ არა ამ ხაზიდან, სოთაშორის ორიგინალ პროდუქტს უფრო ქონდა მაგ ნემსების ეფექტი კანზე, მიუხედავად იმისა, რომ ისიც 100-იანია და ესეც 100-იანია. ამაზე თითქმის ვერ გრძნობთ, რომ ნემსების ეფექტით პროდუქტი არის. თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, რაზე ვსაუბრობთ, თუ ვინმე ვერ გაიგოხსნა ეს ამბავი, რაღაცა ისე ხსნი, რომ ავტომატურად გულისხმობ, რომ ყველა მიცის რაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თითქმის 1 წელიწადია უკვე ამ სპეკულების შესახებ ვსაუბრობთ. სპეციალური ვიდეო მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად გიხსნით ამ ფორმულაციის, ამ ტექნოლოგიის შესახებ, სად როგორანაირად და რისთვის გამოიყენება და დაგილინკავთ ზეუნებთ კომოთ ვიდეოს აღწერაში რო უყუროთ. ეს პროდუქტი ჩვენს გვაქვს Indian Beauty Place-ზე. თუ გინდათ რომ დატესტოთ ზოგადად, არაჩვეულებრივი არჩევანია. სრული ზომის შეფუთვებზე ბევრად უფრო ბიუჯეტურია. 10 ცალი გაქვთ შიგნით, 10 გამოყენების. არის თუ არა საერთოდ თქვენთვის ეგ ამბავი ისე რომ ორჯერ უფრო მეტია გადაიხადოთ და შემდეგ შეფუთვა გედოთ სახში და ბოლომდე ვერ დაცალოთ. მე ვფიქრობ, რომ მაგისთვის ძალიან კარგია. კოლაგენის ხაზიდან აქვს კიდე ერთი ასეთი, ისიც მაინტერესებს, იმასაც შევიძენ შემდეგ ჯერზე, მაგრამ ეს სიკა ჰიალურონის ხაზი მომეწონა. აი თუ გინდათ რომ მეორე ტიპის ესეთი აი
თითქოს სასაღამოს პილინგი გაიკეთე. აი ეგეთი ეფექტით კანით გაგეღვიძოთ. მე მაგ ეფექტს მაძლევს ეგ პროდუქტები ყველაზე მეტად, მაგიტომ სიამოვნებს ხოლმე მაგათი გამოყენება. Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალის კიდევ ერთი შეფუთვა დავცალე. კანი გვინდებათ და ვირს არ ვილაპარაკებ ხა ამაზე უხერხულია, იმიტომ რომ არ ვიცი ყველა ფავორიტების ვიდეოში ვსაუბრობ ამ პროდუქტის შესახებ. ახალი შეფუთვა გახსნილი მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ შემდეგი თუ არა და იმის შემდეგ ფავორიტების ვიდეოში კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ პროდუქტის შესახებ. ეს არის 2%-იანი რეტინალის ლიპოსომის კომპლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ 0.02%-იანი რეტინალი არის შიგნით და 10% ჯისენის ფესვის ექსტრაქტი, არაჩვეულებრივი კომბინაცია. ვინც ახლა გადადიხართ რეტინალზე, წესით თვალის კრემი არის 30 მლ-იანი შეფუთვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზეც ჩვეულებრივი შრატის ფუნქციით შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, თუ რეტინოლიდან რეტინალზე გინდათ გადასვლა. არაჩვეულებრივი არჩევანია თვალი პლუს სახე ორი ერთში პროდუქტი. სოთეშორის შევუკვეთ K-Secret-ის თვალის რეტინალი, რომელიც ჩვენს გვაქვს Nias Beauty Place-ზე და იმაში არის 0.04% რეტინალი, ანუ ამაზე უფრო ძლიერი და მინდა რომ დავტესტო ის როგორ მომეწონება, ამისი ჩანაცვლება ხო არ იქნება, იმიტომ რომ ამდენი ხანია უკვე ამას ვიყენებ და იმაზე ხო არ გადავიდეთ ხო? ამიტომ ჯერ იმას დავტესტა. ეს მაქვს გახსნილი დევს. ის თუ არ მომეწონა რომ ამას დავუბრუნდე. ამდენი ხანია 2 წელია მინიმუმ ალბათ მაინც. ამ პროდუქტის გარეშე არ ყოფილა. ასე თქვენ ვინც იყიდეთ, მოგეწონათ, ვინ შეიძინეთ, როგორც მოგწერეთ, ანუ სხვაობას გრძნობთ, რომ ის უფრო ძლიერია, მაგრამ თუ კანი გვემეჩვეული გაქვს და ეს დაცლილი გაქვს, პრობლემა არ არისო. იმედი მაქვს მეც ეგეთი გამოცდილება გქნება. ოკეი, ესეც თვალის კრემია, ეს არის Haru Wonder-ის თვალის კრემი, შავი ბრინჯის ექსტრაქტი, ბაკუჩიოლი, კოლაგენი, სიკა. ეს არის 20 მლ-იანი ფამფი შეფუთვა, ჩემთვის ეს არის დილის თვალის კრემი, მაკიაჟის ქვეშ თვალის კრემი. ძალიან გემრიელი ტექსტურა აქვს, ძალიან მე იცით რომ ცალკე თვალის კრემების ფანი არ ვარ. ესეც ვიყიდი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს Nias Beauty Place-ზე და მეც ვიდეოდა რომ დაბეტესტე. ძალიან მომეწონა, ძალიან სასიამოვნო თვალის კრემია. მე ვფიქრობ რომ ასაკოვანი კანისთვის განსაკუთრებული პლუსები ექნება რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რაც თქვა 20 ან 25 წლის ასაკში ვერ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, თუ კონსილერს ატარებთ და სიმშრალეები გაქვთ თვალის გარშემო და ხაზებში გიჯდებათ კონსილერი და ქვეშ რაღაცა გინდათ შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, მსუბუქი სასიამოვნო ფორმულაცია, რაც კარგად დაჯდება და კონსილერიც მარტივად გადატარდება ზემოდან. ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია Haru სამ თვალის კრემს. Haru's კიდევ ერთი პროდუქტი გამოცალე, ეს არის მათი დამატენიანებელი. ეს არის რეალურად სრული შეფუთვა, მე უკვე ახალი რეფილი მაქვს შიგნით ჩადებული, ეს არის წინა რეფილი, რომელიც გამომცვალე, რომელსაც მართალი გითხრათ სავარაუდოდ არ გადავაგდებ. თქვენს ვინც დაცლით რეფილს გირჩევთ რომ არ გადავაგდოთ, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო ზომა აქვს. ამით შეგიძლიათ რომ რაღაცა სხეულის კრემი, სახის კრემი, რასაც აქტიური ინგრედიენტები არ აქვს. ახლა C ვიტამინი და რეტინოლი არაფრიდან არაფერში არ გადაიტანოთ, ძალიან გთხოვთ, არ შეეხოთ ეს პროდუქტებს. ჩვეულებრივ დამატენიანებელი, ხელის, ფეხის, სხეულის, თუნდაც სახისაც, სადმე წასაღებად არ გადმოდის არაფერი, კარგად იხურება, მარტივად ჩააცუროთ. რატომაც არა, ძალიან პრაქტიკულია. რეალურად აქ უკვე ახალი კრემი დევს შიგნით. გარეთა შეფუთვა ესეთია, ორივე ჩამოგვივა ეხა, ან უკვე ჩამოვიდა, ზუსტად არ ვიცი. სრული გარეთა შეფუთვითაც და რეფილებიც. რეფილები ეხაც გვაქვს სხვათა შორის, რეფილები არ იყო ისედაც ამოყიდული. იდეა არის ის, რომ სრული ზომის შეფუთვის შეძენა აღარ გჭირდებათ, ამას ინახავთ და მხოლოდ რეფილს ყიდულობთ, რომელიც უფრო ბიუჯეტურია. ჩვენთან მაგალითად ამ კრემის ფასი სადღაც 57-58 ლარია. ფოტოს შევაგდებ აქ სადაც ფასი წერია Z, ბოდიში რომ არ ვიცი ზუსტად. და რეფილის ფასი არის ან 45 ან 46. სადღაც 10 ლარის სხვაობას აკეთებთ და შემდეგ მხოლოდ რეფილს ყიდულობთ. რატომაც არა, ერთი და იგივე მოცულობის არის, ერთი და იგივე კრემია შეგნით, უბრალოდ გარეთა შეფუთვა არ გჭირდებათ, იმიტომ რომ უკვე ერთი გაქვთ სახლში. მე ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანურია და მიხარია ძალიან რომ Haru's ბრენდს რომელიც მიყვარს და რომელსაც არაჩვეულებრივი პროდუქტები აქვს, რაღაცა ესეთიც აქვს. თვითონ კრემი რა შეიცავს იმაზე კი არა. ფიტოსენტელას და პეპტიდების კონცენტრირებული კრემი, რომელიც არაჩვეულებრივი ანტიასაკობრივი დამატენიანებელია, განსაკუთრებით ვისაც უფრო ნორმალური მშრალისკენ მიდრეკილი, თუნდაც კომბინირებული კანი გაქვთ ეხა ცივ გარდამავალ სეზონზე თქვენთვისაც არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. მე თუ მკითხავთ ცხიმიანკანზე თავს უპაჩი გზად გამოიყენოთ, იმიტომ რომ არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რაც ცხიმიანკანზე შეგაწუხებთ. 5 სხვადასხვა ტიპის პეპტიდების კომპლექსი, კერამიდები, აზიური სენტელა, სკვალეინი, არაჩვეულებრივი ინგრედიენტები აქვს, არაჩვეულებრივი ტექსტურის კრემია, ძალიან სასიამოვნო ნაწილდება კანზე. დილას საღამოს რუტინაში თავს უპაჩი გზად გამოიყენოთ. SPF-ის მაკიაჟის ქვეშ არაჩვეულებრივად ზის. ეს კრემი მისვია, მაგრამ ნამდვილად მწვანე ჩემგან. მზისგან დამცავს რაც შეიძლება, როგორც გითხარით, ბოლომდე გამოცვლილი არ არის. ამდენი არის შეგნით დარჩენილი. ეს არის Beauty of Joseon-ის ახალი მზისგან დამცავი, Relief Sun Aqua Fresh ბრინჯი და B5 ვიტამინი, SPF 50+, PA 4+, 50 მლ-იანი შეფუთვა, გახსნიდან 12 თვე აქვს და ძალიან ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით, რომელიც არანაირ თეთრ კვალს არ ტოვებს სახეზე, თხელი, ოდნავ თითქოს და შრატის ტექსტურით, კომბო ცხიმიანკანისთვის კარგი არჩევანია, ცხელი სეზონისთვის კარგი არჩევანი იქნება, რაც ჩვენთან ახლა ზამთარშიც ამოიყიდა. ჩვენს მომწოდებელსაც აღარ ქონდათ მართალი რო გითხრათ. Beauty of Joseon-ის ორიგინალი ვერსიის ოდნავ კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვერსია.
ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი მზის განდამცავია. მე ვფიქრობ, რომ ცხელ სეზონზე კიდევ უფრო მეტად ისიამოვნებთ ამ მზის განდამცავის გამოყენებით. ნამდვილად მწვანე ჩემგან და რეკომენდაცია რეალურად ნებისმიერ კანის ტიპისთვის გულწრფელად რო გითხრათ. ოდნავ კი არა და ისეთ სასიამოვნო გლოუს ტოვებს, რომელიც მალევე ჯდება კანზე, ესეთი გლოუ არ არის, რომ ვაიმე მთელი დღის განმავლობაში გლოუთი ხარ. ამაზე მეტი გადაქართულება არც მე არ ვიცი. მოკეთ, სადღაც 10 წუთის შემდეგ საკმაოდ ისე ბუნებრივი ეფექტი ჩდება კანზე. შესაბამისად გლოუს აღარ გაწუხებთ, თუნდაც ცხიმიანი კანისთვის ინგრედიენტები კიდე არაფერი არ შექმნის, ესეთი ხა B5 ვიტამინი და ბრინჯი, არაჩვეულებრივია ნებისმიერი კანის ტიპისთვის. თუ კანზე როგორ ჩდება ის მოგეწონებათ, ინგრედიენტებზე არ იდარდოთ არც ერთი კანის ტიპისთვის. ყველასთვის არის ძალიან სასიამოვნო მზის განდამცავი. ჩვენ რა SPF-ები გვექნება ეხა მარტიდან თქვენთვის ხალხმისაწვდომი, მოდით მაგასაც გეტყვით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, შეიძლება უკვე თბილისში არ არის, მაგრამ გზაში რო არ შეკვეთა, მაგდენი დღეს უკვე ვიცი. რა SPF-ები მექნება თქვენთვის, იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ ვეღარ შევუკვეთე ჩვენს მომწოდებელთან ამ ეტაპზე ამოყიდული იყო, მაგრამ როგორც გითხარით, ცხელი სეზონისთვის არის ძალიან სასიამოვნო SPF-ი, ჩემი აზრით, ამიტომ იმედი მაქვს საფულში შევძლებ კიდევ ერთხელ მარაგების შევსებას, მაგრამ ეხა გვექნება ერთი ახალი საინტერესო SPF-ი თქვენთვის, COSRX-ის ახალი Ultra Light ინტენსიური მზის განდამცავი. COSRX-მა გამოცვალა თავისი aloe vera-ს მზის განდამცავი, რომელიც ჩემი აზრით უფრო ადრეც უნდა გამოეცვალათ, იმიტომ რომ ხშირად მეკითხებოდნენ COSRX-ის მზის განდამცავის შესახებ და არ ვიცოდი რა მეთქვა, იმიტომ რომ დასავლურ ბაზარს თუ შეხედავ და შეადარებ, სულაც არ იყო ცუდი მზის განდამცავი, მაგრამ კორეულ ბაზარს რო შეხედავ და კორეული ბრენდების მზის განდამცავებს ძალიან უკან იყვნენ ჩამორჩენილები მაგამ ბავშვი COSRX-ის ხალხი, ამიტომ არ ვიცი, არ იყო ნამდვილად ჩემი ფავორიტი მათი aloe vera-ს მზის განდამცავი, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა ჰქონდა SPF-ის მხრივ არაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ტექსტურა არ შეესაბამებოდა 21 საუკუნის კორეულ სტანდარტებს. შესაბამისად, ეს ახალი მზის განდამცავი იმდენი დადებითი მოვისმინე კორეელი ინფლუენსერებისგან, ვისაც ვუსმენ, რომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვისაც შემეკვეთა, ჩემთანაც ჩამოვა, მომეც ჩავწერა უცებად ვიდეოებს და გაჩვენებთ ტექსტურას და ყველაფერს და ჩვენთანაც იქნება მარაგებში, ვისაც გაინტერესებთ, ტექსტურას, რასაც უყურე, შრატის ტექსტურა. ამაზე კიდევ უფრო თხელია. ამიტომ განსაკუთრებულად ცხიმიანი კანის მქონე ხალხისთვის და მათთვის, ვისაც მაკიაჟის ტარება უყვარს, როგორც მოვისმინე, მაკიაჟის ქვეშ ჯდება იდეალურადო. ავტესტავთ მაგასაც, მე როგორც ხედავთ, მიყვარს მაკიაჟის ტარება და SPF-ს გარშე კიდე არასდროს არ ვარ, ამიტომ მაგამ ბავშვსაც დავტესტავ. ჰარუჰარუს შავი ბრინჯის ექსტრაქტზე დამზადებული მზის განდამცავი დაგვიბრუნდება ისევ. ამოყიდეთ, ბევრის ფავორიტი იყო და მე ჩვენს მომწოდებელთან იყო ამოყიდული და ეხა ზამთარში ვერ შევძელით მარაგების შევსება, მაგრამ მარტიდან ეხა ისევ გვექნება ეგ უფრო ნორმალური კომბო კანის, თუნდაც მშრალი კანის მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყენებდი. ცოტა მზის განდამცავებზე კანის ტიპის თქმა მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეგიძლია დაარეგულირო როგორ ჩნდება SPF-იდან გამომდინარე, ქვეშ რას წაისმევ. დამატენიანებელს წაისმევ თუ გამოტოვებ, გლოუ შრატს წაისმევ თუ რაღაცა ნიაცინამიდის მატ ეფექტით შრატს წაისმევ ქვეშ თუ ანუ მაგის მიხედვით ძალიან მარტივად შეგიძლია არეგულირო როგორ დაჯდება შენი SPF-ი, ნუ 10-დან 9 შემთხვევაში. ამიტომ ცოტა რთულია ესე ზუსტად კანის ტიპისთვის გავუწიო რეკომენდაცია, მაგრამ ამას უფრო კრემოვანი ტექსტურა აქვს, ეგ უფრო გავს ორიგინალ მზის განდამცავის ტექსტურას და პურიტოს აზიური სანდელას ხაზიდან ახალი განახლებული პარფუმის გარშემო მზის განდამცავიც დაგვიბრუნდება მაგისი მარაგების შეგვეცება, მოკეთ სამ სხვადასხვა მზის განდამცავზე გვექნება ამ გაზაფხულზე არჩევანი, ამიტომ მოიმარაგეთ მზის განდამცავები სეზონისთვის. ჰარუჰარუს თვალის კრემის მარაგებს შევავსებთ, Beauty of Joseon-ის თვალის კრემის მარაგებს შევავსებთ, COSRX-ის რეჩინოლის მარაგები შეივსება, ჰარუჰარუს ტრენაქსემიკის ნიაცინამიდის შრატის მარაგები შეივსება, იზინჩვრის 0.1%-იანი დამწყებთათვის რეჩინოლის მარაგები შეივსება, პურიტოს აზიური სენტელას შრატის მარაგები შეივსება და კრემიც, ახალი კრემი დაგვემატება, კრემი არ გქონდა და იმდენმა ითხოვეთ და ისე ძალიან მოგეწონათ მაგათი ტესტერები გქონდა, რომ შეცვალეს ხაზი ეს ახალი პროდუქტები ჩვენ მომწოდებელმა ტესტერების სახით გამოგვიგზავნა და სატესტად გაგიჟდით და გადაირიეთ და გვინდა ეს კრემიო და ბატონო ეხა ეგ კრემიც გვექნება, მოკეთ ამ ახალი პურიტოს ახალი აზიური სენტელას ხაზიდან სამივე პროდუქტი ტონერი არა. შრატი, დამატენიანებელი მზის განდამცავი ტონერია. სამი პროდუქტი გვექნება, თიამის ნიაცინამიდის შრატებზე შეივსება ისევ მარაგები, ჰარუჰარუს დამატენიანებლები, გარეთ ანუ სრული ორიგინალი შეფუთვა, სრული შეფუთვა, გარეთ შეფუთვა, არ ვიცი რა დავარქვა მას. ორივეზე შეივსება მარაგები, ელიზავეკას კოლაგენის კერამიდების თმის ჩამოსაბა ნიღაბზე შეივსება მარაგები, ახალი გამწმენდი გვექნება. ენზიმური პუდრის ფორმით, რომელზეც ნუ არ ვიცი, რამდენი შეტყობინება მომივიდა და ჩემთვისაც შევუკვეთე, რომ მე თვითონაც ჩავწერო ვიდეო და დავტესტო და გაჩვენოთ ერთი ეგრე ბრენდის, რაც ჩვენი შოპისთვის შევუკვეთე, ჩემს ხმაზე ბოდიში, ჩემი ხოლა ისე სულ დღეშია, რასაც თქვენ კადრში ვერ ხედავთ, არის რომ ყოველ 5 წუთში ვახველებ საშინლად, ამიტომ თუ ეს ვიდეო ძალიან დაჭრილია ბოდიში. აკრე სამკურნალო, ახალ ადგილობრივ თერაპიის პროდუქტს დავამატებთ, ახალი სახის მისტი გვექნება და ახალი ნიღაბი გვექნება სახის ფორებისთვის, თიხის ნიღაბი. ძველი პროდუქტების მარაგებით შეივსება და რამოდენიმე ახალი საინტერესო პროდუქტის დაგვემატება, იმიტომ რომ ბევრმა მოიწეროთ, რომ ფორები, ცხიმიანობა, ესეთი აკნე, ესეთი პრობლემებისთვის გინდათ უფრო პროდუქტები, ამიტომ ადგილობრივი თერაპიისთვის, გამწვენდი ფორმით და ნიღბის ფორმით
დავამატე რაღაცა პროდუქტები, რაც ზუსტად მსგავსი პრობლემებისთვის იქნება იდეალური. კარგ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო, დღევანდელი ფავორიტების ვიდეოსთვის. შემიძლია გამიზიაროთ კომენტარებში თქვენი ბოლო პერიოდის ფავორიტი პროდუქტები რა იყო, რა დატესტეთ ახალი, ან რა ჩაინიშნეთ დღევანდელი ვიდეოდან და რისი დატესტვა გადაწყვიტეთ. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგიტოვეთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.